მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ძიუდოს ფილოსოფიაზე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კონსტიტუცია ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და მივყვეთ ტრადიციული ძიუდოს იმ პრინციპებს და ფილოსოფიას, როგორი სახითაც ის თავის დროზე 1882 წელს ძიგარო კანოს მიერ იყო შექმნილი. ზოგადად ძიუდოს მიზანია პიროვნების სპირიტუალური განვითარება, ფიზიკური აღზრდა, სპორტული გაწვრთნილობა ან თავდაცვითი უნარის გამომუშავება. მაგრამ მაინც ისმება კითხვა, რას ნიშნავს ძიუდო? ძიუდო ეს იაპონური ორმარცვლიანი ტერმინია და პირდაპირი გაგებით ნიშნავს მოქნილ გზას. ამ შემთხვევაში იგულისხმება გამარჯვებისაკენ მიმავალი მოქნილი გზა. თუმცა ძიუდოს ფილოსოფიური გააზრება მისი ამ სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის ახდნის გარდა მოითხოვს უფრო მეტ სიღრმისეულ ანალიზს. დავიწყოთ იქიდან, რომ ძიგარო კანომ ორთაბრძოლის ამ ახალ სახეობას ძიუდო შემთხვევით არ უწოდა. მოქნილი გზის პრინციპი მან ერთხელ ბახშის ერნობისას აღმოაჩინა. კერძოდ, მისი ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ ხის ღრმად დახრილი ნორჩი ტოტი ძიმეთოვლისაგან განთავისუფლდა და გაიმართა. იქვე გვერდით კი ჩამოტეხილი მსხვილი ტოტი ეკდო. კარგახნის ფიქრის შემდეგ კანომ ხმამაღლა წამოიძახა. უნდა დაჰყვე, რომ გაიმარჯო. ამით მან უხეშ ტლანქ-ძალას დაუპირისპირა მოქნილობა, ხერხი, საზრიანობა და სიმარჯვე. მოდით უფრო მეტი სიზუსტისათვის ცალ-ცალკე განვიხილოთ ამ ტერმინის ძიუდოს თითეული მარცვალი. ძიუ სიტყვასიტყვით ნიშნავს მოქნილს, მოხერხებულს, რბილს ან მსუბუქს. მისი მნიშვნელობის კლასიკური აღწერა არის შემდეგი. ტირიფის ხე ქარიშხლის ამოვარდნისას იმდაგვარად იხრება, რომ საბოლოოდ მისი მოქნილი ტოტები უნებელი რჩება. საპირისპირო დამისა მტკიცე უდრეკი მუხის ხე ქარიშხლის ძალის მოქმედებით ტყდება და ძირფესვიანად იგლიჯება. ზოგჯერ ეს პრინციპი ძიუდოში არასწორად არის გაგებული როგორც სრული შეუწინააღმდეგებლობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტირიფის ხე სწორედაც რომ იყენებს გარკვეულ საჭირო ძალას, რომლითაც ის თავის ფესვებს მტკიცედ აკავებს. ისე რომ ძიუდოშიც ძალღონი არ არის პირდაპირი მნიშვნელობით წინ წამოწეული, არამედ აქ არსებობს არაპირდაპირი წინააღმდეგობა, რომელიც დაფუძნებულია ბალანსზე, უნარებისა და სტრატეგიის რაციონალურ გამოყენებაზე. უშუალოდ ძიუდოში მოქნილობის კონცეფციის მოკლე განმარტება შემდეგია. მეტოქეზე გამარჯვება მიიღწევა მისთვის ძალის გამოვლენის შესაძლებლობის მიცემით. შემდეგ ამ ძალაზე ადაპტირებით, მასზე უპირატესობის მოპოვებით და საბოლოოდ მოტრიალებით, მანევრირებით, ამავე ძალის საკუთარი წარმატების წყაროთ გადაქცევით. აი, მაგალითად, ორთაბრძოლისას თუ ჩემზე ძლიერი ადამიანი მთელი მისი ფიზიკური ძალით მომაწვება ან მიბიძგებს მთელი მისი შესაძლებლობით, მე ბუნებრივია დავმარცხდები, თუ კი მის პირისპირ შეწინააღმდეგებას შევეცდები. ამის სანაცვლოდ მე თუ უკან დავიხევ, იმაზე უფრო დიდი დიაპაზონით, რომელშიც ის მოქმედებს, ანდა მისი ზეწოლის მიმართულების საწინააღმდეგოდ გადავაადგილდები, ის ბუნებრივია წამოჰყვება საკუთარი ინერციის ძალას და დაკარგავს წონასწორობას.
ამ დროს მე რომ შესატყვისი ტექნიკური მოქმედება შევასრულო ზუსტად და დროულად, საკმაოდ ადვილია რომ ის ძირს დავცე, რადგანაც მას ამ მომენტში ბალანსი ხომ დაკარგული აქვს. ზოგჯერ ის თავისითაც კი შეიძლება დავარდეს, თუ შექმნილი სიტუაციის შესაბამისად მე ზუსტ მანევრს განვახორციელებ და ამაში მდგომარეობს ის რომ თუ მეტოქისათვის ძალის გამოვლენის შესაძლებლობის მიცემით, როგორ შეიძლება ის ძიუდოისტმა დამარცხოს. და ეს არის სწორედ მოქნილობის, მოხერხებულობის პრინციპი ძიუდოშიც. რაც ეხება მეორე მარცვალს, დო. ის ინტერპრეტირებულია როგორც გზა, ბილიკი, საშუალება, სისტემა, მეთოდი, სტილი ან ღრმა რწმენა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონსეული ტერმინი გზა ამ შემთხვევაში გამარჯვებისაკენ მიმავალი გზის გარდა გულისხმობს ცხოვრების გზასაც. ბილიკს, რომელსაც სიცოცხლეში უნდა მივყვეთ. ახლა რაც ეხება ცხოვრების გზაზე დაფუძნებულ ღირებულებებს ძიუდოში. ძიუდოს ერთ-ერთი ნიშანდობლივი ასპექტიც სწორედ ის გახლავთ, თუ როგორ ირეკლება მისი ძირითადი ღირებულებები და პრინციპები ცხოვრების გზაში. ის რაც ძიუდოში ხანგრძლივი წვრთნის პირობებშია შესწავლილი, ტრანსფორმირდება სახლში, სკოლაში, სამსახურში ან თამაშის დროს. ეს ღირებულებები გულისხმობენ შემდეგს. მოქმედება წესების შესაბამისად. კოოპერაცია სხვებთან. პატივისცემა საკუთარი თავის და სხვების მიმართ. თვითდისციპლინა და ჰუმანურობა. პასუხისმგებლობა და ვალდებულება. შეუპოვრობა და სიმტკიცე. ემოციების კონცენტრირება და მათი კონტროლი. ახლა შევეხოთ იმ კომპონენტებს, რომლებიც ძიუდოს ფილოსოფიურ გააზრებაში უფრო უკეთ დაგვეხმარებიან. ესენია კოდოკანის ძიუდოს ორი უდიდესი ფილოსოფიური იდეა, გნებავთ პრინციპი, მაქსიმალური ეფექტურობა, მინიმალური ძალისხმევით და ორმხრივი სარგებელი. დავიწყოთ პირველით. რაც ეხება მაქსიმალურ ეფექტურობას, მინიმალური ძალისხმევით. ეს არის ძიუდოს ფილოსოფიის ძირითადი ხაზი. არ დახარჯო შენი გონებრივი, ფიზიკური და სულიერი ენერგია იმაზე, რაც ხელს არ შეგიწყობს შენი მიზნის მიღწევაში. ძიუდოში ჩვენ ვცდილობთ, რომ არ დავხარჯოთ ენერგია, როდესაც გვსურს, რომ ტატამზე დავაგდოთ ვინმე. იქ არსებობს დროისა და პოზიციის ზუსტი წერტილის დაჭერის აუცილებლობა, რომ შესრულდეს გდებითი მოქმედება. თუ სწორად არის განხორციელებული, ის თითქმის ძალის დახარჯვის გარეშე იმუშავებს, ხოლო თუ არასწორად, მაშინ შენ ილეთი შესასრულებლად ძნელი გეჩვენება, რომელიც ამასთანავე რასაკვირველია მოითხოვს ენერგიის უზარმაზარ რაოდენობასაც. მაქსიმალური ეფექტურობის იდეის მეორე მხარე არის ძალის სწორი გამოყენება. საერთოდ ჩვენ უნდა ვუთხრათ ახალბედა ძიუდოისტებს, რომ სპორტის შესახეობა არ არის ძალაზე დამყარებული, ის დამყარებულია ძალის სწორ გამოყენებაზე. მისთვის დამახასიათებელია ძიუდოისტის მიერ მეტოქის მომზადების მხარეებში შემჩნეული სუსტი წერტილების ირგვლივ ძალების კონცენტრაცია. ეს პრინციპი, მაქსიმალური ეფექტურობა, მინიმალური ძალისხმევით, შეიძლება გამოყენებული იქნას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ჩვენი რუტინული აქტივობისა და სოციალური ინტერაქციის პირობებში. როგორც აღინიშნა, მისი რეალიზება გულისხმობს
მაქსიმალური შედეგის, ესე იგი რეალურად სარგებელის მოტანას ენერგიის ყოველი ნაწილის გამოყენებით. ამ აზრით ადამიანური გადაცდომები, ისეთი როგორც არის მაგალითად სიბრაზე, არ ღვევს ამ პრინციპს. გაბრაზების მდგომარეობაში ყოფნა საჭიროებს გონებრივი ენერგიის დიდი რაოდენობით უმართებულო და უსარგებლო ხარჯვას. ჩვენ აქ მაქსიმალური შედეგის მოტანაზე ვსაუბრობთ, სარგებლის მიღებაზე და როგორ შეიძლება სიბრაზემ გასარგებლოს ან ნებისმიერი სხვა ადამიანი. გაბრაზების შედეგი არის ერთიანი გონებრივი ენერგიის გახლეჩა და მისი მუშაობის პარალიზება, რომელიც იწვევს სხვების მიერ შენდამი დადებითი წარმოდგენის დაკარგვას. ამდენად მაქსიმალური ეფექტურობის პრინციპის ცხოვრებაში რეალიზებით ადამიანებს აღარ ექნებათ იმის სურვილი და სხვათა შორის არც შესაძლებლობა, რომ იყვნენ გაბრაზებულნი, მდგომარეობიდან გამოსულნი და ასე შემდეგ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ პიროვნება ამ პრინციპს პირდაპირი გაგებით გამოიყენებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ის ბუნებრივია განხორციელდება, მაგრამ ცივი ან გარებიანი გზით. ასეთი ადამიანი ირგვლივ მყოფებში ვერ გამოიწვევს დადებით ემოციებს და არ იქნება მათთვის კარგი საურთიერთო. ის შეიძლება პირადად არც იყოს ეგოისტი, მაგრამ მისი საქმიანობით მიღებული შედეგები იქნებოდა ეგოისტური. მაშასადამე ამ კონტექსტით მაქსიმალური ეფექტურობის პრინციპი, ის მაღალი პროდუქტიულიც რომ იყოს, იქნებოდა მხოლოდ პირად კეთილდღეობასა და სარგებელზე ორიენტირებული. ამ პრობლემის გადაჭრას გვთავაზობს კანოს მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი დოქტრინა, ორმხრივი სარგებელი. ორმხრივი სარგებელი და მისი რეალიზება მოითხოვს, რომ ადამიანი საკუთარი საჭიროებების პერსპექტივიდან მხოლოდ თანამემამულეთა ინტერესების გათვალისწინების ფონზე მოქმედებდეს. ჯიუდოში ეს მინიმუმ გულისხმობს თავაზიანობას და უსაფრთხოების საკითხების მკაცრ დაცვას. დავიწყოთ პირველით. თავაზიანობა, რომელიც ჯიუდოში თავის დაკვირით გამოიხატება, არის ის მოთხოვნა, საიდანაც იწყება ორმხრივი სარგებელის რეალიზება. მოწაფე თავის დაკვირით თითქოს ეუბნება მასწავლებელს, მე თქვენ პატივს გცემთ და მივყვები თქვენს ინსტრუქციებს ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმის გათვალისწინებით. მასწავლებლის თავის დაკვირა აღნიშნავს, რომ ის პატივისცემით ეკიდება მოწაფეს და ასწავლის მას მისთვის შესაძლო საუკეთესო პრაქტიკით. ჯიუდოისტთა შორის თავის დაკვირა აღნიშნავს ორმხრივ პატივისცემას და განწყობას, რომ გაწვრთნან ერთმანეთი. თავაზიანობის გამოვლინება ასევე ჯიუდოისტების მიერ ერთმანეთის დახმარების მრავალი შემთხვევა. ზოგჯერ შეჭიჭი გამარჯვებული ჯიუდოისტი, ბრძოლის დასრულების შემდეგ მიდის მეტოქესთან და ულოცავს მას მეტგრად გაწეულ წინააღმდეგობას, რის შემდეგაც თავაზობს გარკვეულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესოს დამარცხებულმა საბრძოლო კლასი. მოკლედ რომ ვთქვათ, თავაზიანობა არის კარგად გაწვრთნილი სპორტსმენის სახასიათო ნიშანი. თავაზიანობა იწყება დარბაში, მაგრამ ის უნდა გაგრძელდეს როგორც ჯიუდოისტის ყოველდღიური ჩვევების შემადგენელი ნაწილი. რაც ეხება მეორე განაყოფს, უსაფრთხოებას, როგორც წვრთნის, ისე ორგანიზაციულ დონეზე. დავიწყოთ პირველით, უსაფრთხოება წვრთნაში. იმდენად რამდენადაც ჯიუდო სპორტის კონტაქტური სახეობაა,
ძიგარო კანომ გამიჯნა სპორტული მოძრაობები თვითდაცვის სისტემიდან, რომლებიც ბუნებრივია ზიანის მომტანი იყო ჯანმრთელობისათვის. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეა ასევე ისიც, რომ ძიუდოისტები უფრო და უფრო რთულ ტექნიკურ მოქმედებებს მხოლოდ გამოცდილების დაგროვების ფონზე სწავლობენ. ანდა ოსტატები ახალბედა სპორტსმენებთან არ იყენებენ ისეთ მოძრაობებს, რომლებიც ამ უკანასკნელთა უსაფრთხოების შესაძლებლობების ფარგლებს სცილდება, ისე რომ უსაფრთხოება წყნის მნიშვნელოვანი კომპონენტია. რაც ეხება მეორე ქვეგანაყოფს, უსაფრთხოებას ორგანიზაციულ დონეზე. იმდენად რამდენადაც ძიუდო სპორტის კონტაქტური სახეობა და გარკვეულწილად სარისკო ჩავლებებს, გდებებს, მტკივნეულებსა და მოგუდვებს მოიცავს, ის წესები და რეგულაციები, რომლებიც მასშია ჩადებული, ურყევად უნდა იქნას შესრულებული, რათა უსაფრთხოების დონეზეც მოხდეს ამ წესების გარანტირება. ძიუდოს ყველა კარგად ორგანიზებული დარბაზი ამ წესებით მოქმედებს. ისინი ყოველი მოწაფის მიერ უნდა იქნას შესწავლილი და უნივერსალურად შესრულებული. კანოს იდეები ძიუდოსა და აღზრდის შესახებ ორმხრივი სარგებელის ფორმატში გულისხმობდა ერთმანეთის სრულყოფას და ამით კაცობრიობისათვის სარგებელის მოტანას. ის წერდა, საკუთარი თავის სრულყოფის პროცესში საჭიროა მე არც ერთი წუთით არ დამავიწყდეს, რომ ვიყო საზოგადოების სამსახურში. ამისათვის მე ვეცდები, რომ აღზარდო ჩემი ხასიათი და ჩავყარო მტკიცე საფუძვლები ჩემი ცხოვრებისათვის. ორმხრივი სარგებელის პრინციპი თითქოს გვიბიძგებს იმისაკენ, რომ ვიცხოვროთ მოქნილი, რბილი გზით, ძალიან ეფექტური წესით, ყველა ადამიანზე ფიქრითა და ყველას მხედველობაში მიღებით. მასშტაბადამე ჩვენ გავაანალიზეთ კოდუკანის ძიუდოს ორი უდიდესი ფილოსოფიური იდეა, პრინციპი, მაქსიმალური ეფექტურობა მინიმალური ძალისხმევით და ორმხრივი სარგებელი. ფილოსოფია, რომელსაც აღნიშნული ორი პრინციპი ქმნის და განსაკუთრებით კი თვითსრულყოფის მიზანი ძიუდოს უნიკალურ ხელოვნებად აქცევს. ძიუდო არ არის მხოლოდ საბრძოლო ხელოვნება, მისი ფილოსოფიური იდეების გათვალისწინებით ის კიდევ უფრო მეტია. ზოგჯერ მოზარდები ძიუდოში მისი ფილოსოფიური პროფილის გააზრების გარეშე ვარჯიშობენ. მრავალი მათგანი მიდის სექციაში, გარკვეული დროით მონაწილეობასაც იღებს სწავლისა თუ წვრთნის პროცესში, მაგრამ შემდეგ მცირედად მიღებული სარგებელით ტოვებს მას და ჩვეულებრივ ყოფას უბრუნდება. მაგრამ ათასეულობით ახალგაზრდაში ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე ისეთი, რომელიც ბოლომდე იქ სექციაში ძიუდოსთან რჩება, რაც მის მიერ ძიუდოს ფილოსოფიის საერთო მნიშვნელობის და მისი გამოყენების სარგებლიანობის თანდათანობითი გაცნობიერების შედეგად ხდება. ამგვარად მოტივირებული მოზარდი აუცილებლად მიაღწევს ხელშესახებ სპორტულ წარმატებებს და ყოველთვის ეცდება, რომ ძიუდოს ხელოვნება და ფილოსოფია სხვა მრავალ მოწაფესაც გაუზიაროს. ჩვენი შემდეგი განსახილველი საკითხი არის ძიუდოს სამმაგი პროფილი. ძიუდოს სამმაგი პროფილის ელემენტებია ფიზიკური აღზრდა, სპორტი და უიარაღო ორთაბრძოლა, რომლებიც მის ერთიან ფილოსოფიაში ნივთდებიან. დავიწყოთ პირველით, ფიზიკური აღზრდით.
ფიზიკურ აღზრდას, რომელიც წარმოადგენს გონებისა და სხეულის ერთობლივი ფუნქციონირების სრულყოფის საშუალებას, გავლენა აქვს ჯიუდოს როგორც სპორტული, ისე საბრძოლო პროფილის სწავლებაზე. ადამიანის სხეული მოძრაობს კუნთური აქტივობების მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ გონებრივი მუშაობის შედეგია. შენ ფიქრობ ოთახის ირგვლივ მოძრაობაზე და შემდეგ მოძრაობ მის ირგვლივ. გონება თითქოს წინ უძღვება. სხეული მისდევს და სიარულის პროცესის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ეს გასაოცარი მექანიზმი სინქრონულად ირთვება. მაგრამ ერთია სიარულის შედარებით მარტივი ავტომატიზებული პროცესი და მეორეა რთული მოძრაობითი მოქმედებების შესრულება, რომელთაც მოტორიკის განსაკუთრებული სრულყოფა სჭირდება და ამის შესაძლებლობას კი იძლევა ფიზიკური აღზრდა. ფიზიკური აღზრდის, ანუ საჭირო უნართა გამომუშავების და წვრთნის გარეშე, გონება და სხეული ვერ შეასრულებს იმ კომპლექსურ ტექნიკურ და სტრატეგიულ მოძრაობებს, რომლებიც აუცილებელია როგორც სპორტში, ისე საბრძოლო ვითარებაში. ზოგადად, ჯიუდოს ფიზიკური აღზრდის მიზნით გამოყენება ძალზედ ეფექტურია, რადგან ის მრავალ ისეთ საერთო განმავითარებელ ვარჯიშს მოიცავს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ჰარმონიული განვითარების უზრუნველყოფის პირობაა. გადავიდეთ მეორე საკითხზე, ჯიუდო როგორც სპორტი. სპორტულ ჯიუდოში ტექნიკური არსენალი ორიენტირებულია დაგდებაზე, მტკივნეულებზე ან მოგვიდვაზე. ამის გათვალისწინებით შეჭიჭი პოტენციურად შესრულებადი სახიფათო მოქმედებები შეზღუდულია, რათა მათმა შესრულებამ არ გამოიწვიოს მწვავე ტრავმა, თუ კი, რა თქმა უნდა, ჯიუდოისტის შესაბამის დონეზეა მომზადებული თვითდაზღვევებსა და დაზღვევებში გამომუშავებული ჩვევების მხრივ. სპორტული ჯიუდო აერთიანებს ტექნიკურ მოქმედებებს ჯიუჯიტსუდან, კარატედან, ქართული ჭიდაობიდან და რასაკვირველია მისი საკუთარი სრულყოფილი ტექნიკური არსენალიდან ჯიუდოში მეტოქის დასამარცხებლად გამოიყენება სხეული, ხელები, მკლავები, ხელისმტევნები, ფეხები, წვივები და ტერფები. იმის ნაცვლად, რომ ხაზგასმა გაკეთდეს უხეშ ძალაზე, უხეში ძალის დასაპირისპირებლად ჯიუდოისტი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აქცენტს აკეთებს მეტოქის ძალის გამოყენების მნიშვნელობაზე, საკუთარი უპირატესობის მოპოვებისათვის. მაგრამ ჯიუდოს ტექნიკა არც ძალას არ გამორიცხავს, თუ კი ის რაციონალურად არის გამოყენებული მაღალი დონის კონტროლის ქვეშ. ძალის ეფექტური გამოყენების მაღალი კოეფიციენტის პირობებში შესაძლებელია, რომ სუსტმა ჯიუდოისტმა დაამარცხოს მასზე შედარებით უფრო მაღალი, მძიმე და ძლიერი მეტოქე. ამაში მდგომარეობს სპორტული ჯიუდოს იდუმალი სახე. რაც ეხება ელიტური ჯიუდოისტების მიერ საკუთარი ქვეყნებისათვის მოპოვებულ მედლებს. ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიურ თამაშებზე. ეს არის ის ფენომენი, რომელიც ერის თვით იდენტობას ასაზრდოებს და ამტკიცებს. ის ნაკადული, რომელიც მოსახლეობის მეხსიერებაში დადებითი ემოციების მუდმივ და წარუშლელ კვალს ტოვებს და ის მექანიზმი, რომელიც მცირერიცხოვან ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას ამაყად და ტოლსტორად წარმოჩინდნენ სუპერ სახელმწიფოებს შორის. გადავიდეთ მესამე განაყოფზე, უიარაღო თავდაცვაზე. ეს განსხვავდება
ჯუდოს სპორტული პროფილისაგან ეს არის წვრთნა ყოველდღიური თვითდაცვისათვის ან პოლიციური სამუშაოს შესრულებისათვის. ჩვენ აქ უიარაღო თავდაცვაზე ვსაუბრობთ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ციგარო კანომ ცხოვრებისეული პროვოკაციისადმი შესაძლო ძალადობრივი პასუხის ნიველირებისათვის დააწესა შეზღუდვა, რომელიც პროვოკაციაზე ძალადობის ნაცვლად გაკონტროლებულ და ლიმიტირებულ პასუხს გულისხმობს. აღნიშნული მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის ფიქრობდა მშვიდობასა და ჰარმონიაზე ცხოვრებაში და ადამიანთა შორის. ჯუდო ზემოთ განხილული მისი სამპროფილიანი ფენომენის გარდა უპირველეს ყოვლისა არის აღმზრდელობითი სისტემა. ციგარო კანომ შემოიღო გამართა რანჟირების იგივე დანების სისტემა, როგორც ჯუდოისტათვის თანდათანობითი განვითარების მატესტირებელი საშუალება. კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ხარისხის დონეების მსგავსად ამ სისტემამ უზრუნველყო პროგრესის გაზომვის საშუალებები. ჯუდო არის ხასიათის სრულყოფაზე მიმართული აქტივობა და ეს არის პროცესი. ციგარო კანომ ჯუდოს როგორც აღმზრდელობითი სისტემის სარეალიზაციოდ ასევე შეიმუშავა კოდოკანის 5 მორალური კანონი, რომელსაც მისი ყოველი მოწაფე საზეიმო ფიცივით წარმოსთქვამდა სკოლაში შესვლისას. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ჯუდოს სწავლებები. ჯუდოშიც წარმატება დამოკიდებულია გარკვეული სწავლებების, იგივე მოთხოვნა ვალდებულებების შესრულებაზე. სხვათა შორის ამ უნარის განხორციელება ყველაზე მეტად თვით ჯუდოში ხანგრძლივი ცნის პირობებშია შესაძლებელი. ეს სწავლებებია. ნუ გექნება სიცრუის თქმის განსრახვა. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ორ პირობა და უგულობა ვერ ეწყობა ჯუდოს პრაქტიკის შინაგან ჰარმონიას. არ დაკარგო თავდაჯერებულობა. აწონდაწონე სრულად იმოქმედე გაბედულად. ეს არის სწავლება, რომელიც მუდამ უნდა იყოს ჯუდოისტის გონებაში. თუ სუსტად არის ტექნიკური მოქმედება განხორციელებული, მეტოქეს ეძლევა შესაძლებლობა, რომ მასზე კონტრილეთით მოიპოვოს უპირატესობა. ამიტომ უმჯობესია, რომ ის შესრულდეს მთელი გულით, მერყეობის გარეშე. თუ ეს არ გამოვა და ჩვენ ვისწავლით ამ ჩავარდნისაგან. ყოველ შემთხვევაში, თუ ჩვენ არც ერთხელ არ ვცდით მას ამგვარად, მთელი გულით, არასოდეს ვიქნებით წარმატებულები. შინ გი ტაი. ეს იაპონური ტერმინები სიტყვით ითარგმნება როგორც გული, ოსტატობა და სხეული. აი, ჯუდოს ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. სამივე ამ ელემენტის განვითარება და მათი ჰარმონიული მუშაობის უზრუნველყოფა, იმისათვის რომ შეიქმნას მაღალი რანგის ჯუდო. შეინარჩუნე შენი ბალანსი. სიმძიმის ცენტრი მიჰყვება სხეულის მოძრაობას, მის გადაადგილებას. ეს ცენტრი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სტაბილურობის შენარჩუნებაში. თუ ის დაიკარგება, სხეული ბუნებრივად წონასწორობიდან გამოდის. ამდენად გონების ფიქსირება იმაზე მოახდინე, რომ შენი სხეული ყოველთვის ბალანსში იყოს. გამოიყენე შენი ძალა ეფექტურად. მოახდინე შენი ძალის ხარჯვის მინიმიზირება სხეულის უსწრაფესი მოძრაობით. ჩაუნერგე საკუთარ
თავს, რომ ამ უნარის მიღწევა, უწყვეტად წარმართული წუთის ფონზე ნამდვილად შესაძლებელია. არ შეწყვიტო წვრთნის პროცესი. ძიუდოში დახელოვნება შეუძლებელია მოკლ პერიოდში. იმ პირობებში, როდესაც ოსტატობის ხარისხი მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობების მუდმივ ამაღლებასა და მათი გამოვლენის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, უწყვეტი წვრთნა მნიშვნელოვანია. მიყევი ბილიქს. ეს სწავლება ძიუდოში ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია ამბობს. თუ გაიმარჯვებ, დაიწყებ ტრაბახს. თუ დამარცხდები, გულს გაიტეხ. როდესაც უსაფრთხოდ მოგეჩვენება, იქნები უყურადღებოდ. როდესაც ხიფათია, შეგეშინდება. უბრალოდ გააგრძელე ბილიქზე წინსვლა. მიყევი ბილიქს. შეგახსენებთ, ეს არის ასევე ის გზა, ის ბილიკი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ცხოვრების მანძილზე უნდა განვვლოთ და ისმება კითხვა, როგორ უნდა გავიაროთ. შეგახსენებთ ცხოვრების გზაზე დაფუძნებულ ღირებულებებსაც ძიუდოში. ესენი იყო თვითდისციპლინა და ჰუმანურობა, პასუხისმგებლობა და ვალდებულება, შეუპოვრობა და სიმტკიცე, ემოციების კონცენტრირება და მათი კონტროლი და ასე შემდეგ. იყავი თავმდაბალი. თუ შეძლებ, რომ ყველგან გამოავლინო ეს ფასდაუდებელი თვისება, თავმდაბლობა, მაშინ შენ ადამიანთა გულწრფელ კეთილგანწყობას დაიმსახურებ. ეს ხელს შეგიწყობს საზოგადოებაში მეტი ინტეგრაცია მოახდინო და შედეგად რეალური წარმატებებიც არ დააყოვნებს, როგორც ძიუდოში, ისე ცხოვრებაში. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ძიუდოს ფილოსოფიური საწყისები განივთებულია არა მხოლოდ ჩემს მიერ ზემოთ გაანალიზებულ ორ პრინციპში, ძიუდოს სამაგ პროფილსა და ამ 7 სწავლებაში, არამედ ძიგარო კანოს საქვეყნოდ ცნობილ კონკრეტულ გამონათქვამებშიც. ისინი ორიგინალში შემდეგნაირად ჟღერს. It is not how strong you are, but rather how little strength you can use. And it is not important to be better than someone else, but to be better than yesterday. ქართულად შეიძლება გარკვეული მარცვლები დაიკარგოს, მაგრამ ისინი შემდეგნაირად გამოითქმის. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად ძლიერი ხარ, არამედ ის, თუ რამდენად მცირე ძალის გამოყენება შეგიძლია. და მეორეც, არ არის აუცილებელი ვინმეზე ძლიერი იყო. მთავარია იყო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი. დასასრულს უნდა შევეხოთ იმ საკითხს, რომელიც ძიუდოს მნიშვნელობაზე მიუთითებს საზოგადოების განვითარების პროცესში და მათ შორის არსებულ ურთიერთზეგავლენას ასახავს. ძიუდო და საზოგადოება. სადღეისოდ მოვარჩე მილიონობით ინდივიდის და ნაციონალური ორგანიზაციების სიმრავლის გათვალისწინებით, ძიუდო ნამდვილად არის ყველაზე საუკეთესო საბრძოლო ხელოვნება მსოფლიოში. ის იმავდროულად უდიდესი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციაა
და მრავალი ქვეყნის ფიზიკური აღზრდის სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გამოიყენება ადგილობრივ კლუბებში, ბავშვთა და მოზარდთა სკოლებში, კოლეჯებში, რეგიონალურ და ეროვნულ საცხოვრებელ ცენტრებში და ქვეყნის მრავალ სხვა ადგილას. მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა აღმოაჩინა გასაოცარი, მომხიბვლელი სპორტის სახეობა და გზა ცხოვრებისა, რომელსაც ვიცნობთ როგორც ძიუდოს. ძიუდო პიროვნებისათვის არის სიზუსტის და შინაგანი განწყობის მადემონსტრირებელი ფიზიკური აქტივობა. ძიუდოში ვარჯიში ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა გზით განევითარონ ისეთი ფუნდამენტური ბიომოტორული უნარები, როგორებიც არის ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, მოქლენობა, სიმარჯვე, დინამიური და სტატიკური წონასწორობა, ფეთქებადი უნარი და მრავალი სხვა. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფიზიკური ძალისა და ათლეტური შესაძლებლობების განვითარების გარდა ძიუდოისტები სწავლობენ გაცილებით უფრო მეტს. ისინი ხვდებიან, როგორ აკონტროლონ საკუთარი გრძნობები, ემოციები და იმპულსები და იგებენ მიზნისაკენ სწრაფვის, პატივისცემის, ლოიალურობისა და დისციპლინის ფასს. ძიუდოს მეშვეობით ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ მეგობრობა და ინტეგრდნენ საზოგადოებაში. ძიუდო არ არის მხოლოდ საბრძოლო ხელოვნება. ის არის საერთაშორისო ენა, რომელიც ქვეყნის საზღვრებს სცილდება და კულტურული ბარიერებისა თუ ენობრივი სირთულების პრობლემებს ხსნის. ამ მნიშვნელობით ის აერთიანებს ადამიანებს, საზოგადოებებსა და ქვეყნებს. ძიუდო პიროვნულ ინდივიდუალური ცხოვრების ფორმირებასთან ერთად თანამედროვე ინტერდამოკიდებულ მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი საზოგადოების მომავლის საკეთილდღეოდ. ისე რომ გიყვარდეთ სპორტი, იცხოვრეთ ძიუდოთი, იყავით თავმდაბალი, მიხევით ბილიქს. დიდი მადლობა.